ზელენსკიმ 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის დეტალები გაასაჯაროვა. ფლორიდაში კი მოლაპარაკებები ისევ უშედეგოდ დასრულდა. სუმის ოლქში რუსებმა მშვიდობიანი უკრაინელები გაიტაცეს, სივერსკი კი დაეცა და ასევე სიტუაცია ფრონტის დანარჩენ ხაზზე. გამარჯობა, დღეს 24 დეკემბერია, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1400 დღე გავიდა. მე რატივარ მუჯირი ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში, ეს არის არხი თავისუფალი ხალხისთვის. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში და დავიწყებთ ტრადიციულად მადლობით, მადლობა ყველას, ვინც არხის გამომწერია, უყურებს ვიდეოებს, ალაიქებს მას, აზიარებს თავის სოციალურ ქსელებში, აქტიურობს კომენტარებში, თქვენ კი ვისაც ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი. ეს მნიშვნელოვანია არხის გაზრდისთვის, იმიტომ რომ ინფორმაცია უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ. ასევე შეგახსენებთ, რომ არხი მთლიანი შემოწირულობით არსებობს. შესაბამისად, ვისაც დონაციის სრული გაქვთ, აღწერაში ანგარიშის ნომერია, მათ კი ვინც დონაციას ეწევა, განსაკუთრებული მადლობა. ასევე ვარ Patreon-ზე, იქ შეგიძლიათ გადახვიდეთ, აირჩიოთ 3, 5 ან 7 დოლარიანი პაკეტი და ყოველთვიური შემომწირულები გახდეთ არხის. დავიწყოთ იმით, რაც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ზელენსკიმ გაასაჯაროვა ის 20 პუნქტი, რომლითაც ახლა ხელმძღვანელობენ მხარეები. გემახსოვრებათ 28 პუნქტიანი საშინელი გეგმა, რომელიც აქსიოსის მეშვეობით გახდა ცნობილი. შემდეგ დაიწყო უწყვეტი მოლაპარაკებების ციკლი, ჩაერთვნენ ევროპელების საქმეში და 20 პუნქტამდე და მათ შორის ევროპელების გარდა რუბიო ამერიკის მხრიდან ჩაერთო საქმეში და საბოლოო ჯამში მივიღეთ 20 პუნქტიანი გეგმა, რომლის დეტალები ჩვენ არ ვიცოდით დღემდე, თუმცა დღეს ის გახდა საჯარო და მოდი გავყვეთ 20 პუნქტს, ახლა წაგიკითხავთ, რამე რო არ გამომჩნდა და შემდეგ განვიხილოთ ისინი. პირველი უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურება. შემდეგ თავდაუსხმელობის ხელშეკრულება რუსეთსა და უკრაინას შორის მონიტორინგის საკონტაქტო ხაზზე. უსაფრთხოების მყარი გარანტიები აშშ-სგან, ნატოსგან, ევროპისგან, რუსული აგრესიის შემთხვევაში სამხედრო პასუხის ჩათვლით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მშვიდობიანობის დროს 800,000 სამხედრომდე შემცირება. აშშ, ნატო და ევროპა უკრაინას მიენიჭებენ უსაფრთხოების გარანტიებს, ისეც როგორც არის მეხუთე პუნქტი. რუსეთის თავდაუსხმელობის პოლიტიკის ევროპასა და უკრაინის მიმართ ყველა საჭირო კანონში განმტკიცება, უკრაინის წევრობა ევროკავშირი ფიქსირებული თარიღით, წვდომა ევროკავშირის ბაზარზე, გლობალური განვითარების პაკეტი, შეიქმნება რამდენიმე ფონდი აღდგენის საკითხებში და დაახლოებით 800 მილიარდი დოლარის მოზიდვას მოახდენენ უკრაინის აღდგენისთვის. უკრაინა დააჩქარებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დადების პროცესს. უკრაინის სუვერენიტეტის და ბირთვული იარაღის არქონის სტატუსის დადასტურება, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის, ასე ვთქვათ, ჯერ კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს, თუმცა სამხრივ მმართველობაზე არის საუბარი ამერიკელების ჩართულობით, აშშ ამერიკა 50-50-ზე, ასე ვთქვათ, განაწილება მენეჯმენტის. საგანმანათლებლო პროგრამების სკოლებში, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურების გაგებას და ტოლერანტობას, რასიზმის წინააღმდეგ განწყობების აღმოფხვრას. და ტერიტორიები, რაც ყველაზე პრობლემური პუნქტი იყო, არის ვარიანტი, რომ რუსეთი გადის დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევის, სუმის და ხარკოვის ოლქებიდან, იმ მცირე ნაწილებიდან, სადაც არის, რომელშიც ინფილტრირებულია, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში, დგავართ იქ, სადაც დგავართ. რუსეთს სურს, რომ უკრაინა გავიდეს დონეცკის ოლქიდან, აშშ-ს თავაზობს კომპრომისს, თავისუფალი ეკონომიკური ზონა, თუ იქნება შესაბამისი თანხმობა, დგავართ იქ, სადაც დგავართ. მაშინ თავისუფალი ეკონომიკური ზონა, თუ კი ანუ არ ჩერდებიან იქ, სადაც დგანან ახლა დონეცკის ფრონტზეც, მაშინ იქ იქნება ასე ვთქვათ ეკონომიკური ზონა, დემილიტარიზებული, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც ასე ვთქვათ უკრაინელები გადიან ამ ტერიტორიიდან, ასევე უკან იხევენ რუსებიც. გარდა ამისა, რუსეთი და უკრაინა იღებენ ვალდებულებას არ შეცვალონ შეთანხმება ძალისმიერი გზით. რუსეთი არ დაბლოკავს და არ დააბყოლებს უკრაინის მდინარე დნეპრის და შავი ზღვის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში. წყვეთა გაცვლა ყველაზე სამოქალაქო პირების, ბავშვების და პოლიტპატიმრების დაბრუნება. უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს შეთანხმების ხელმოწერიდან რაც შეიძლება მალე. ეს შეთანხმება იქნება იურიდიული სავალდებულო, მის შესრულებას გააკონტროლებს მშვიდობის საბჭო ტრამპის ხელმძღვანელობით.
რაც მას შემდეგ რაც ყველა მხარე დათანხმდება დაუყოვნებლივ შევა ძალაში. აი ასე გამოიყურება ის პუნქტები, რომელზეც ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც ჩანს და დავიწყოთ იმ პრობლემური საკითხებით, რომელიც ამ ხელშეკრულებაში მათ შორის უკრაინისთვის არის. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ მათ შორის ამაზეც არ დათანხმდა რუსეთი, პუტინი, უკვე ვიცით ეს ამბავი. პირველი დავიწყოთ ის, რაც მე თვალში მოხვდა ყველაზე მეტად რუსეთუმეების მხრიდან სიხარულისთვის, რომ აი უკრაინა შეამცირებს თავის შერაღებულ ძალებს 800,000 ადამიანამდე. ამ ფაქტით აჟიტირება და აღრთოვანება მიუთითებს სწორედ რუსეთუმეების არაკომპეტენტურობაზე, ინფორმაციის არფლობაზე, რადგან რეალურად 800,000-მდე შემცირება რეალურ ცხოვრებაში გამოდის უკრაინის შერაღებული ძალების გაზრდა. ომამდე უკრაინის შერაღებული ძალები იყო 600,000, 600,000-მა ჯარისკაცმა, რომლებიც უნდა ვთქვათ, რომ არც თუ ისე კარგად იყვნენ მომზადებულები, მათ შერაღებაში ჰქონდათ საბჭოთა ტექნიკა, შეძლეს და შეაკავეს რუსული არმია. ახლა გაცილებით მეტია ვიდრე 800,000, რა თქმა უნდა, თუმცა ახლა საომარი მოქმედებაა, მდგომარეობა, როდესაც საომარი მდგომარეობა შეწყდება, თუ კი ჯარები ჩამოვლენ 800,000-ზე, კი საომარ მდგომარეობასთან შედარებით შემცირება გამოვა, თუმცა იმ სტატუს კვოსთან შედარებით, რომელიც მშვიდობიანობის პერიოდში უკრაინას ჰქონდა, გაზრდა გამოდის. გარდა ამისა, უნდა ვილაპარაკოთ შეიარაღებაზე. უკრაინას ახლა აქვს არამხოლოდ საბჭოთა შეიარაღება, არამედ დასავლური შეიარაღებაც, მართალია შედარებით მოძველებული, ვიდრე თავად დასავლური ქვეყნებს აქვს, თუმცა მაინც ბევრად უკეთესი, ვიდრე საბჭოთა შეიარაღება და ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის მაგალითად საქართველოსთვის სანატრელი შეიარაღებაც კი აქვს უკრაინას, თუნდაც F-16-ები, თუნდაც აბრასები, ლეოპარდები და ასე შემდეგ ბევრი სხვა სისტემა არის, რომელიც უკრაინელებს აქვს. შესაბამისად, თუ კი შევხედავთ რეალობას, ასეთი არის, რომ თუ კი უკრაინას ეყოლება 800,000 ჯარისკაცი დასავლური შეიარაღებით, ეს გაცილებით უკეთესია ვიდრე ის, რაც იყო ომამდე. შესაბამისად, აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ არის. ყველაზე მეტ კითხვის ნიშანს იწერს უსაფრთხოების გარანტია, ასე ვთქვათ, ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს, რაც გულისხმობს, რომ გარანტორი ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას, მაგრამ თუ კი ახლა იკავებენ თავს იგივე ბირთვული საფრთხის გამო, რა გარანტიაა, რომ მერე არ შეიკავებენ თავს და აი ამ მეხუთე პუნქტის გარანტია სწორედ აი ამ 800,000-იან არმიასთან მიმართებაში შეიძლება იყოს ის, რაც უკრაინას მეტნაკლებად უსაფრთხოებას აგრძნობინებს. გარდა ამისა, რაც შეეხება დონეცკის ოლქს, რომელიც ყველაზე მეტად პრობლემური არის. აქ ჩადებულია ის, რომ თუ კი ვერ თანხმდებიან ჩერდებით, ჩერდებით, იქ შეიქმნას დემილიტარიზებული ეკონომიკური თავისუფალი ზონა. აქაც ბევრი კითხვის ნიშანია, მათ შორის ის, რომ თუ კი უკრაინა გავა ამ ზონიდან და მოხსნის იმ საფორტიფიკაციო გამაგრებებს, იმ თავდაცვის ზღუდეებს, რომელიც ახლა არის დონეცკის ოლქში და გაიყვანს იქიდან მძიმე ტექნიკას, ვინ იქნება გარანტი, რომ რუსეთის შეტევაზე არ გადავა. სწორედ ამიტომ ითხოვს უკრაინა, რომ თუ კი ჩვენ მოხსნით ჯარებს და თუ კი ჩვენს თავდაცვის ზღუდეებს გავაუქმებთ და გავიყვანთ შეხების წერტილიდან, მაშინ იგივე უნდა გააკეთოს რუსეთმაც, იმისთვის, რომ მათ განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, უპირატესობა ამ მიმართულებაზე არ ქონდეთ. და ბოლოს არჩევნების საკითხი, რომ არჩევნები ჩატარდება რაც შეიძლება მალე. რატომ უარყო ეხლა ეს ყველაფერი პუტინმა და რატომ არ სურს ეს და რომ არ სურს ეს მათ შორის დაადასტურა ბოლო ვიდეო მიმართუსაც, როდესაც მან თქვა, რომ ან უკრაინა დათმობს 4 რეგიონს, ან თუ ეს არ უნდათ, მაშინ ჩვენ სამხედრო ძალით მივახცევთ ამას. პირველ რიგში ამითი უარყო ტრამპის იდეა პუტინმა, რომელსაც ტრამპი ძალიან აქტიურად, ასე ვთქვათ, ლობირებდა იმის შესახებ, რომ აი მოდი გავიდეს უკრაინა დონეცკის ოლქიდან, რადგან ადრე თუ გვიან მაინც დაკარგავს და შემდეგ დონეცკში და ზაპოროჟიაში გაიყინება ფრონტის ხაზზე. ეს უარყო პუტინმა და მან თქვა, რომ არა, ასე არ მოხდება, მას უნდა სრულად 4-ვე რეგიონი. რაც შეეხება არჩევნებს, შემიძლია სანაძლეოს ჩამოვიდე, რომ ნებისმიერი არჩევნები, რომელიც უკრაინაში ჩატარდება და მასში ვერ გაიმარჯვებს და არ გაიმარჯვებს პრორუსი კანდიდატი, მის ლეგიტიმაციას პუტინი არ ცნობს. და მუდმივად იქნება ასე ვთქვათ, პედალირება იმაზე, რომ ეს არის არალეგიტიმური რეჟიმი და მუდმივად იქნება ის, რასაც პუტინი აკეთებს, პერიოდულად უბრუნდება 2014 წელს, როდესაც მისი გადმოსახედიდან უკრაინაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. მოდი დავუშვათ და გავყვეთ პუტინს ამ ლოგიკაში, რომ 2014 წელს უკრაინაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. თუ კი ასე იყო და მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, მაშინ რატომ ელაპარაკებოდა პოროშენკოს, რატომ ელაპარაკებოდა ზელენსკის? ისინი ხო ორივე პრეზიდენტად მას შემდეგ გახდნენ, რაც ეს სახელმწიფო გადატრიალება მოხდა.
რატომ და იმიტომ რომ მას იმედი ჰქონდა რომ პოროშენკოს და ზელენსკის კაპიტულაციას გამოაცხადებდა. გარდა ამისა უნდა გავიხსენოთ რუსეთის აღმოსავლეთ ჯარების ერთ-ერთი გენერლის განცხადება რომ ჩვენო იმედი ჰქონდა უკრაინაში შევედით რომ 70% მიხაკებით დაგხვდებოდა და გაუხარდებოდა ჩვენი იქნისლაო და ამაშიო ვერ გავთვალეთო. ბევრს ვფიქრობდი საიდან მოვიდა ეს 70% და არა მაგალითად 65 ან 55 ან 75 ან 80 ან 100 ბოლოს და ბოლოს, ხო? და თუკი ჩვენ დავსვამთ შეკითხვას, რატომ ელაპარაკებოდა და რატომ შეხვდა პუტინი ზელენსკის და ასევე საიდან მოვიდა ეს 70%, ვიპოვით ერთ კვეთას. ეს არის კვეთა ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც პროცენტული მაჩვენებელითაც ზელენსკი მარჩენები მოიგო მეორე ტურში და რატომ არის ახლა ეს ერთმანეთთან კავშირში. ზელენსკის მთელი წინასაარჩევნო პოლიტიკა გადიოდა იმაზე, რომ ის დაალაგებდა რუსეთთან, შეწყვეტდა ომს და დიახ, უკრაინაში ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს, მართალი არასრულ მასშტაბიანი, მაგრამ მაინც და ის რომ რუსეთთან ურთიერთობების დაალაგება ვერ ხდებოდა პოროშენკოს არაკომპეტენტურობის ბრალია, ზელენსკი საუბრობდა რუსული ენის სპეციალურ სტატუსზე, ზელენსკი საუბრობდა აღმოსავლეთ რეგიონების სპეციალურ სტატუსზე და შესაბამისად მეორე ტურში ზელენსკი მიიღო მათ შორის ღიად პრორუსი კანდიდატის მხარდაჭერების ხმებიც და შესაბამისად 70-30-ზე აი ამ პროპორციით მოუგო პოროშენკოს. შესაბამისად რუსების გათვლა იყო რომ აი ეს 70% და მათ შორის ზელენსკიც მზად იყვნენ კაპიტულაციისთვის, რადგან ისინი საუბრობდნენ რუსეთთან ურთიერთობების დაალაგებაზე, პუტინის აღქმაში ეს დაალაგება არის კაპიტულაცია და არა თანასწორობის პრინციპებზე ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობის აღებაზე. და როდესაც შეხვდა ზელენსკის და მიხვდა რომ ზელენსკი კაპიტულაციას კი არ აპირებდა, უკრაინული სახელმწიფოს ინტერესების დაცვას აპირებდა, თუმცა მათ შორის ნაწილობრივ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებისას ეს აღარ მოეწონა და ისევ ალაპარაკდა არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ და მე ვამტკიცებ იმას, რომ პუტინს არ ჭირდება არც დონეცკი, არც დონეცკი, ლუჰანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი, არც მათ შორის ის, რაზეც ამ ბოლო დროს არის აქტიურად ლაპარაკობს და ეს არის ნოვოროსია, რომელიც გულისხმობს დნეპრის მთელს მარცხენა სანაპიროს, ხო, აქ არის ოდესა, აქ არის მიკოლაევი, აქ არის ხარკივი, აქ არის დნიპროპეტროვსკი, აქ არის სუმი, მოკლედ ყველაფერი რაც დნეპრის აქეთ არის ფიქრობს პუტინი რომ მინიმუმ ეს სჭირდება, თუმცა ამაზეც არ არის თანახმა. მას საერთოდ უკრაინა როგორც სახელმწიფო არ სჭირდება, თუნდაც როგორც სატელიტი სახელმწიფო. მას სჭირდება უკრაინის სრული ანექსია და ამას უკვე ძალიან ღიად ლაპარაკობს, თუკი მას ყურადღებით მოусმენთ. თუკი პუტინს სურდა სატელიტი უკრაინა, მას შეეძლო ეს მიეღწია 2014 წლამდეც და 2014 წლის შემდეგ. 2014 წლამდე თუკი ის იანუკოვიჩს მისცემდა უფლებას ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებაზე, არაფერი განსაკუთრებული უკრაინაში არ მოხდებოდა, საქართველოს მოაწერა ამ ხელშეკრულებას ხელი, მაგრამ როგორც ხედავთ, არანაირი განსაკუთრებული წინსვლა ევროკავშირთან არ აქვს, ხო? მით უმეტეს ნატოსთან. შესაბამისად, იანუკოვიჩი შეძლებდა ძალაუფლების შენარჩუნებას, დაახლოებით 1 წელში არჩევნები იყო და თუკი გავითვალისწინებთ უკრაინელების განწყობას, მათ შორის განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში, დიდი ალბათობით იანუკოვიჩი ისევ მოიგებდა, მაგრამ მას ეს არ ჭირდებოდა, მას არ ჭირდებოდა სატელიტური რუსეთი, უკრაინა და მას ამ შემთხვევაში პუტინს. დაუშვათ ეს ვერ გათვალა და შემდეგ ევრომაინდის მერე რა შეეძლო გაეკეთებინა იმისთვის რომ სატელიტი უკრაინა შეენარჩუნებინა და თუნდაც აი ეს ნოვოროსია, რაზეც ლაპარაკობს, ის შეენარჩუნებინა. როდესაც მოხდა ყირიმში რუსების შესვლა, ანექსირებულად კი არ გამოეცხადებინა, ან თუნდაც იგივე დონეცკის და ლუჰანსკის ოლქში სახალხო რესპუბლიკები კი არ გამოეცხადებინა, არამედ იქ დაებრუნებინა იანუკოვიჩი და ეთქვა რომ აი ეს არის ნამდვილი უკრაინა. იანუკოვიჩი აუცილებლად ჩაყვებოდა რადას უმრავლესობა რეგიონების პარტიიდან, აუცილებლად გაყვებოდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენშტაბის გენერლების ნაწილი, პროკურორი და ძალიან ბევრი მინისტრი, რომელიც ძირითადად მაშინ აღმოსავლეთ უკრაინიდან იყვნენ. ყველანი გადავიდოდნენ პირობითად დონეცკში, ან ლუჰანსკში, ან ყირიმში, სევასტოპოლში, ან შეიძლება ხარკივშიც და იტყოდნენ რომ აი ეს არის ნამდვილი უკრაინა, იქით ფაშისტებს აქვთ ოკუპირებული და ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ ლეგიტიმური ხელისუფლება და ჩვენ გავაგზავნებთ მათ წინააღმდეგ ბრძოლას და ასე და ამრიგად აღმოსავლეთ უკრაინელების იმდროინდელი გაგებით შესაძლოა სწორედ ამ სცენარისთვის დაეჭირათ მხარი და პუტინს ექნებოდა მთელი ბუფერი აღმოსავლეთ უკრაინის სახით, რომელიც იქნებოდა პირდაპირ სატელიტი
რუსეთის ექნებოდა დასავლეთ უკრაინა, რომელიც იქნებოდა დამატებითი ბუფერი ნატოსთან კონტაქტის ხაზზე და არც თუ ისე დალაგებული უკრაინა, პირიქით არეულის შუაზე გაყოფილი და მეტწილად მისი სატელიტური. არავინ ის ასეთი მოვლენების განვითარების შემთხვევაში რა მოხდებოდა დასავლეთ უკრაინაში. შესაბამისად, თუ კი პუტინს სურდა სატელიტური უკრაინა, მას შეეძლო ამ სცენარით წასულიყო, მაგრამ არა, ეს ამ სცენარით არ წავიდა, მან მოახდინა ყირიმის ანექსია და დაიწყო ომები დონეცკის და ლუჰანსკის ეგრეთ წოდებულ სახალხო რესპუბლიკებში. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ პუტინის სურვილები არ არის რაიმე ფორმით უკრაინის შენარჩუნება და მას უნდა მისი სრული ანექსია იმისთვის, რომ ეს დიადი რუსული იმპერია აღადგინოს, სწორედ აი ამ ლოგიკაზე და ამ არგუმენტებზე დაყნობით ვამტკიცებთ ამას. ასე რომ, საერთოდ არ არის ჩემთვის გასაკვირი, რომ არანაირ სამშვიდობო შეთანხმებას პუტინი ხელს არ აწერს, ის ერთადერთი, რასაც მზად არის, რომ ხელი მოაწეროს, არის კაპიტულაცია. უკრაინა კი კაპიტულაციას არ აპირებს, იმიტომ რომ მას აქვს სახელმწიფო, იმიტომ რომ უკრაინელი ხალხი არ არის რუსი ხალხი და ის განწყობები, რომელზეც მე ვსაუბრობდი აღმოსავლეთ უკრაინაში, კარდინალურად არის შეცვლილი. დღეს არც აღმოსავლეთ უკრაინაში არ მოიძებნებიან უკრაინელები, რომლებიც მზად არიან რუსეთის ქვეშ ცხოვრონ. დღეს უკრაინაში, ასე ვთქვათ, პრორუსი კანდიდატი საპრეზიდენტო არ მოიძებნება. ერთადერთი, ვისაც შეიძლება ამაზე ამბიცია გაუჩნდეს, არის არესტოვიჩი. არესტოვიჩი არის ზელენსკის საკადრო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა. გეხსოვებათ, რომ ის დასაწყისში საკმაოდ ისეთი დამამშვიდებელსაც ეძახოდნენ, ის გამოირჩევა პოპულისტური განცხადებებით. მას შემდეგ რაც გაათავისუფლეს თანამდებობიდან, დაიწყო ზელენსკის წინააღმდეგ გამოსვლა, დაიწყო უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლა, ხშირ შემთხვევაში ის ავითარებს რუსული პროპაგანდის მესიჯებს, თუმცა მას უკრაინაში სერიოზულად არავინ არ გიქვამს, მისი რეიტინგი პრაქტიკულად არ იზრდება, შესაბამისად მან რომც დააყენოს კანდიდატად არჩევნებში შანსი არ ექნება და გარდა ამისა არესტოვიჩი არის ის, ვიზაც პუტინი დადებდა ფსონს, უკეთეს შემთხვევაში მედვეჩუკზე დადებდა, თუმცა მედვეჩუკი სისხლის სამართლის დანაშაულია, ბოლო ომის შემდეგ გამოცხადებული, შესაბამისად მას ვერ მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, შესაბამისად რუსეთი არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურად, როგორც კი ის ნახავს, რომ რუსი კანდიდატი ამ არჩევნებში ვერ იმარჯვებს. აი ასეთი იყო იმ სამშვიდობო პაკეტის სადაო დეტალების მიმოხილვა და აქვე უნდა ვთქვათ, რომ აი ეს თუნდაც დონეცკიდან გასვლა, თუნდაც სხვა ის დეტალები, რომელიც თუნდაც 800.000-მდე შემცირება, ბევრი სხვა დეტალი, რომელიც ამ ხელშეკრულებაში არის, ნამდვილად არის კომპრომისი უკრაინული სახელმწიფოს მხრიდან, რადგან დონეცკიდან უბრძოლველად გასვლა ძალიან დიდ რისკებს შეიცავს უკრაინისთვის მომიჯნავე ოლქებისთვის, ეს არის დნიპროპეტროვსკი, ეს არის ხარკივის ოლქი და ეს არის ზაპოროჟიეს ოლქი. შესაბამისად, აი აქედან გასვლა უბრძოლველად უკრაინისთვის უფრო მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე რუსეთისთვის. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ვინმე კომპრომისზე უნდა წავიდეს, უკრაინა აჩვენებს, რომ ის მზად არის კომპრომისზე წასასვლელად, პუტინი კი აჩვენებს, რომ ის არანაირ კომპრომისზე მზად არ არის, მას უნდა რუსეთის იმპერიის აღდგენა და მორჩა. თუ კი ამდენი ხანი უყურებთ ვიდეოს და ჯერ არ დაგილაიქებიათ, გთხოვთ ახლა დაალაიქოთ, იაქტიუროთ კომენტარებში, თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი. ახლა ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა გადავიდეთ ფრონტზე არსებული ვითარების განხილვაზე, თუმცა მანამდე კიდევ ერთი საკითხი იმ განწყობაზე, რომ უკრაინა აგებს, უკრაინას ცოცხალი ძალა არ ყოფნის, ის უნდა დათანხმდეს შემოთავაზებებს, რომელსაც იღებს. აქ საუბარი არის ძალიან მარტივ რაღაცაზე. უკრაინა თუ კი დათანხმდება ამ პოზიციებს, ის პრაქტიკულად განწირულია სახელმწიფოს გაუქმებისთვის. ახლა უკრაინა დაახლოებით იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს მკვლელი სადისტის, სერიული მკვლელის ხელში აღმოჩენილი მსხვერპლი, რომელიც მსხვერპლის წამებას და მკვლელობას იწყებს თითების დაჭრით. და თუ კი ვინმე ეტყვის მსხვერპლს, რომ კაი მიეცი ეგ თითები მოგაჭრა სათავსთან განებებს, ეს იქნება აბსოლუტურად ტყუილი, იმიტომ რომ მსხვერპლი მანიაკს ყავს იმისთვის, რომ მას ყელი გამოჭას. ასე რომ უკრაინელებს უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ, მათ სჭირდებათ, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩეს, შესაბამისად ისინი იბრძვიან ბოლომდე, იბრძვიან ისე როგორც შეუძლიათ, იბრძვიან იმ იარაღით, რომელიც აქვს, რადგან აქ
საკითხი დგას არა რამდენიმე რეგიონზე ან ტერიტორიაზე, არამედ ზოგადად უკრაინის როგორც სახელმწიფოს არსებობაზე. და მოდი ახლა გადავიდეთ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, იმაზე თუ რა ხდება იქ და დავიწყებ სუმის ოლქიდან, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ ტრადიციულად ფრონტზე არსებულ მდგომარეობას განვიხილავ სამ სხვადასხვა რუკაზე. ეს არის Deep State, რომელიც უკრაინული პროექტია და ხშირ შემთხვევაში ძალიან ლოიალური არის უკრაინის გენშტაბის ინფორმაციებთან, თუმცა გარდა ამისა, ის ხშირად აგვიანებს ინფორმაციების განახლებას, აგვიანებს როგორც უკრაინული წარმატებების შესახებ, ასევე რუსული წარმატებების შესახებ და ძირითადად Deep State ამას აკეთებს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. ამასთან ერთად მეორე რუკა, რომელსაც განვიხილავ, იქნება სლივაჩნი კაპრიზი, ეს არის რუსული პროპაგანდისტული რუკა, ზედბლოგერებისთვის ძალიან საყვარელი და იქაც ხდება დაგვიანებები, თუმცა იქ ხდება დაგვიანებები უკრაინელების წარმატების შესახებ და რუსების უკუსლის შესახებ. ჩვენ გვახსოვს ძალიან დიდი ხანი ვინც ერთგულად უყურებს არხს, რომ ეგრეთ წოდებულ დობროპილიას გარღვევაზე რომ წარმატება მიაღწიეს უკრაინელებმა, ამას დიდი ხანი არ ასახავდნენ რუკაზე, სულ რაღაც 1-2 კვირის წინასახეს და კუპიანსკის მარცხს ჯერ კიდევ არ ასახავენ. ამ ყველაფერს ნახავთ და ბოლოს მესამე რუკა იქნება ომის შემსწავლელი ინსტიტუტის, რომელიც ამერიკული პროექტია, რომელიც მეტნაკლებად ამ დროისთვის რჩება ყველაზე ობიექტურ ამსახველად. ის ხშირ შემთხვევაში სლივაჩნი კაპრიზზე უფრო რთულ სიტუაციას აღწერს უკრაინელებისთვის, ვიდრე თუნდაც იგივე სლივაჩნი კაპრიზი და ის არ ერიდება ასევე იმ უკრაინული წინსვლების ოპერატიულად ასახვას, რომელიც ფრონტზე არის ხოლმე. შესაბამისად, მოდი ახლა გადავიდეთ რუკებზე და ვნახოთ რა ხდება იქ. და დავიწყებ სუმის ოლქით, სოფელი ხრაბოვსკე, სადაც სასაზღვრო ზონა არის, ეს არის რუსეთ-უკრაინის საზღვარი. და შეიჭრენ ამ სოფელში რუსები. სანამ მეტ დეტალს მოგიყვებით ამის შესახებ, უბრალოდ დავხედოთ რუკას. აქ არის ქალაქი სუმი, როგორც ხედავთ. და ეს სოფელი არის სამხრეთ აღმოსავლეთით სუმიდან. ასე ვთქვათ, ქალაქ სუმს ამ ხრივ საფრთხე არ ექმნება. აქვე ერთი უცნაური დეტალის შესახებ, სლივაჩნი კაპრიზი საერთოდ არ აჩვენებს აქ რაიმე ტიპის მოძრაობას, რომ გადმოვიდნენ ამ სოფელში და უკრაინული დროშით არის მხოლოდ მონიშნული და არანაირი სხვა აღნიშნა რუსები შემოვიდნენ, თუმცა ომის შემსწავლელი ინსტიტუტი გვაჩვენებს, რომ ნამდვილად დასტურდება ეს რუსების შემოჭრა. რა არის პრობლემა ამ მიმართულებით და ამ სოფელზე, რაც უკრაინელებისთვის ვფიქრობ, უნდა იყოს საყურადღებო. იქიდან გამომდინარე, რომ აქ, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულ საფრთხეს არ ელოდნენ, განსაკუთრებულად გამაგრებული არ ჰქონდათ ზონა, მხოლოდ ტერიტორიული თავდაცვის 15 ჯარისკაცი იყო სოფელში, რომლებიც რუსების მიერ გავრცელებული ამ კადრებით ხედავთ, რომ არც თუ ისე დისციპლინირებულად იქცეოდნენ, ადგილობრივებთან სვამდნენ კიდევაც. შესაბამისად, ამ მდგომარეობით ისარგებლეს რუსებმა, შეიჭრენ სოფელში 15 მათგანი წყვეტა-იყვანეს და დამატებით 50 ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელიც სოფელში იყო დარჩენილი, გაიტაცეს და წყვეტა-იყვანეს და წაიყვანეს რუსეთში. ომის დაწყებამდე ამ სოფელში დაახლოებით 500-დან 600 ადამიანამდე ცხოვრობდა, ომის მიმდინარეობის დროს ევაკუაცია მოხდა, ისინი გავიდნენ იქიდან, თუმცა 50 ადგილობრივი, როგორც გითხარით, დარჩა. და შესაბამისად ისინი წყვეტა-იყვანეს რუსებმა, გაიტაცეს, აიყვანეს რუსეთში. ახლა იქ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, უკრაინული შეიარაღებული ძალები მივიდნენ ადგილზე და ხდება სოფლის წმენდა და აქ სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში შეიძლება უკრაინელებმა მარტივად დაიბრუნეს სოფელი, რადგან არ არის ეს სერიოზული მიმართულება იმისთვის, რომ სუმზე რაიმე გავლენა მოახდინოს, უბრალოდ ერთი, ასე ვთქვათ, ეჯადი ინციდენტი მგონია მე, ისარგებლეს რუსებმა და ზვერვით ნანახი ინფორმაციით, რომ ტერიტორიული თავდაცვის წარმომადგენლები, რომლებიც სოფელში იყვნენ, არც თუ ისე დისციპლინირებულად იქცეოდნენ, არ იყვნენ მომზადებულები.
და მოკლედ აი 15-ვე მათგანი მკვეთა იყვანეს პლუს ხელს გააყოლეს მშვიდობიანი მოქალაქეები. მე ვარაუდობ, რომ აი ეს მშვიდობიანი მოქალაქეები მათი დამუშავების მერე ჩვენ ვიხილავთ ვიდეოს, სადაც რომელსაც გაავრცელებენ რუსები და იტყვიან, რომ აი ეს მოქალაქეები იმიტომ არ წავიდნენ სოფლიდან, რომ რუსებისგან თავისუფლებელ არმიას ელოდებოდნენ და საავადმყოფოდ იგივე შინაარსის ინფორმაციას გაავრცელებენ აი ეს მოქალაქეები, რომლებიც ახლა გატაცებულები არიან. ნახოთ ამ მიმართულებით როგორც განვითარდება მოვლენები, თუმცა რაც თავშივე ვთქვი, საგულისხმო არის ეს ნამდვილად უკრაინელებისთვის, იმიტომ რომ იმ მონაკვეთებს, რომელსაც ტერიტორიული თავდაცვას აბარებენ, დასაცავად ალბათ მეტი კონტროლი სჭირდებათ, რომ მსგავსი ინციდენტები არ გამეორდეს. ახლა გადავიდეთ შემდეგ მონაკვეთზე და შემდეგი მონაკვეთი არის კუპიანსკი კვლავ. კუპიანსკში უკრაინელები აგრძელებენ ქალაქის წმენდის ოპერაციებს. ჩვენ ხედავთ, რომ ისევ დარჩენილი არის ორი პატარა დაჯგუფება რუსული ალყაში. თუმცა ამ ყველაფერს ცოცხალი თავის ლივაშნი კაპრეზი არის ასე ვთქვათ არ იმჩნევს, აი მხოლოდ ეს პატარა ლურჯი მონიშნა და დაიტანეს რუკაზე, იმის დამადასტურებელი უკრაინელები ასე ვთქვათ კონჩეტევას აწარმოებენ, ასევე უკრაინული დროშები გაჩნდა ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთ კუპიანსკში და როგორც გითხარით, ლივაშნი კაპრეზი ამას არ ირჩნევს, თუმცა მათ შორის ომის შესწავლილი ინსტიტუტიც გვაჩვენებს, რომ კუპიანსკში ნამდვილად ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც უკრაინელები ამბობენ. შემდეგი მონაკვეთი უკვე არის სივერსკი. სივერსკიდან უკრაინული ძალები გავიდნენ. ქალაქი დაეცა პრაქტიკულად შეიძლება ითქვას და მათ შორის Deep State-ის რუკაზეც, ლივაშნი კაპრეზის რუკაზეც და ომის შესწავლილი ინსტიტუტის რუკაზეც ანალოგიური სიტუაცია არის. უკრაინელებმა ასე ვთქვათ დატოვეს სივერსკი, დატოვეს უბრძოლველად პრაქტიკულად. სულ რაღაც რამდენიმე კვირიანი შეტაკებები იყო და იგივე პოკროვსკი მირნოჰრადისგან განსხვავებით უკრაინის გენშტაბმა ამ მიმართულებაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სივერსკიდან გასულიყვნენ უბრძოლველად. რა შეიძლება პერსპექტივაში ნიშნავდეს სივერსკიდან გასვლა? ჩვენ წინა ეპიზოდებშიც გიყვებოდით, რომ რუსები ამ შემთხვევაში შეტევას ავითარებენ როგორც კონსტანტინოვკიდან, ასევე სივერსკიდან და ამ შეტევას ავითარებენ იმ აგლომერაციის წინააღმდეგ, რომელიც არის სლავიანსკი, კრამატორსკი, კონსტანტინოვკა, ეს თავდაცვის ხუდე, რომელიც პრაქტიკულად ინარჩუნებს დონეცკის ფრონტს, თუმცა როგორც ჩანს და ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მათ შორის როგორც წინა ეპიზოდში გიყვებოდით, სოფიივკაზე მიტანილი იერიშის შემდეგ სოფიევკა არის ეგრეთ წოდებული დუბროპილიეს გარღვევის ჩtildeო აღმოსავლეთით. აქ როგორც ხედავთ, ისევ მიმდინარეობს რუსების შეტევა და როგორც ჩანს რუსებმა გადაწყვიტეს, რომ აი ეს აგლომერაცია გაყვან ორ ნაწილად და ეს იქნება კონსტანტინოვკა, დრუჟკოვკა, აი ერთი აგლომერაცია ასეთი იქნება, რომელსაც შეუტევენ სამხრეთ აღმოსავლეთიდან და ეცდებიან სოფიევკის აღების შემთხვევაში უკვე დასავლეთიდანაც მოუვარონ, ხოლო მეორე აგლომერაცია უკვე იქნება სლავიანსკი, კრამატორსკი, რომელსაც შეუტევენ სივერსკიდან, ანუ აღმოსავლეთიდან და ლიმანიდან, რომელიც აი აქ ცოტა ზემოთ არის. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ წლის გაზაფხულზე ბრძოლები სწორედ აი ამ ორი მიმართულებით იქნება და რუსები ეცდებიან არა ამ მეთოდით, ანუ სამხრეთიდან დაწყებული კონსტანტინოვკა, დრუჟკოვკა, კრამატორსკი, სლავიანსკი ამ ფრონტის გარღვევას, არამედ აი ეს ორ ნაწილად გაყოფენ და შესაბამისად შეუტევენ. როგორც ჩანს, უკრაინელები ემზადებიან ამ სცენარისთვის მათ შორის და სივერსკის დატოვების შემდეგ დაახლოებით აი ამ ზონაში მოხდება ახალი თავდაცვის ხუდეების აგება, რადგან როგორც ერთ-ერთ წინა ეპიზოდში ასევე გიყვებით, აი ეს რეგიონი გამოირჩევა, ასე ვთქვათ, მაღლობებით, შედარებითია ყველაფერი, რა თქმა უნდა, და როგორც საქართველოში არის მაღალმთიანი რეგიონი, ეგრე არ არის, თუმცა აი ამ შეფერილობის რუკით თუ შევხედავთ, აქ ჩვენ გვაქვს რამდენიმე მაღლობი სივერსკიდან სლავიანსკამდე, რომელიც უპირატესობას მიცემს უკრაინულ მხარეს თავდაცვის ზღუდეების გასამაგრებლად. შესაბამისად, როგორც ჩანს, ბრძოლები მომავალ წლის გაზაფხულიდან სლავიანსკი, კრამატორსკი და დრუჟკოვკა, კონსტანტინოვკა აი ამ მიმართულებით იქნება და ასე ეცდება ორად გაყოს თავდაცვის ძირითადი ზღუდე რუსეთის გენშტაბმა და უკრაინა შესაბამისად ეცდება თავი დაიცვას.
გადავიდეთ შემდეგ მონაკვეთზე და შემდეგი მონაკვეთი უკვე არის მირნოჰრადი პოკროვსკის მიმართულება. აქ როგორც ხედავთ პრაქტიკულად აღარ არსებობს არასაბრძოლო მოქმედებების ზონა. მეტიც კარგი ხნის განმავლობაში დაახლოებით აი აქ იყო მცირე ასე ვთქვათ თავისუფალი ადგილი საბრძოლო მოქმედებების ზონიდან, თუმცა უკვე მათ შორის Deep State-ის რუკაზე ვხედავთ, რომ ეს შეივსო. განსხვავებული სიტუაცია არის სლივოჩნი კაპრიზის რუკაზე, რატომღაც ისინი მირნოჰრადის აღებას არ ჩქარობენ, რომ რუკაზე დაიტანონ საბრძოლო მოქმედებების ზონას. თქვენ გემახსოვრებათ, რომ ამ მიმართულებაზე სლივოჩნი კაპრიზი ძალიან ფრთხილი და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თუნდაც ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ან თუნდაც Deep State-ის რუკებზე გაცილებით უარესი სიტუაცია იყო უკრაინელებისთვის ვიდრე რუსებისთვის და შესაბამისად უცნაურია ეს რატომ ხდება, თუმცა ფაქტი ესეთია, რაც შეეხება ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკას, აი ეს პატარა ნაცრისფერი ზონა ჯერ კიდევ რჩება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებაზე ყველაზე რთული მდგომარეობა ასახული აქვს Deep State-ს. რუსები აგრძელებენ ხრიშნეზე შეტევას, ეს არის ეს სოფელი, რომელიც მდებარეობს პოკროვსკის მიმდებარედ, თუმცა როგორც ჩანს, ახალი შეტევის ხაზი იქნება უდაჩნედან აი ამ მომარაგების გზის გადასაჭრელად და გარდა ამისა, შემდეგ უკვე ხრიშნეში შესასვლელად, რადგან აი აქ გადის გზა, რომელიც არ არის ცენტრალური მაგისტრალი, თუმცა ჩადის მირნოჰრადში და როგორც ჩანს, იქ დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის მომარაგების გზა სწორედ აი ეს რჩება და ხრიშნეზე გახშირებული შეტევები რუსების მხრიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ არის სწორედ აი ამ გზის გადაჭრის მცდელობა. თუმცა ჯერჯერობით არც თუ ისე წარმატებული. აქვე ერთი საინტერესო ინფოგრაფიკა შემხვდა, რომელიც ასახავს პოკროვსკისთვის ბრძოლას წლევანდელი წლის დასაწყისიდან ნოემბრამდე და ამას აი ხა თქვენ პარალელურ რეჟიმში ხედავთ. თითქმის 1 წელი არის და ჯერ კიდევ მოკლედ საბოლოოდ პოკროვსკი დაცემული არ არის, იქ გრძელდება ეს საბრძოლო მოქმედებები. უკრაინელებმა იგივე სივერსკისგან განსხვავებით გადაწყვიტეს, რომ აქ ბოლომდე უნდა იბრძოლონ და შეეკავონ რუსები. ნახოთ, რამდენ ხანს გაძლებენ კიდევ აქ, უნდა ისიც ვთქვათ, რომ ეს ომი სწორედ აი ამ გამძლეობის ომია, ვინ რამდენი ხანი გაძლებს და ვინ პირველი გამოიფიტება. და ბოლო მონაკვეთი, რომელზეც უნდა გადავიდე, ეს არის სულიაპოლე. აქ უკვე მათ შორის Deep State-ის რუკაზე ჩანს, რომ აი ეს მდინარე, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომელიც სულიაპოლეს ყოფს ორ ნაწილად, მეტწილად უკვე ფორსირებულია რუსების მხრიდან და არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან, არამედ სამხრეთიდანაც ცდილობენ ქალაქში შეღწევას. პრაქტიკულად მთელი ქალაქი საბრძოლო მოქმედებების არეალში არის მოხვედრილი. გაცილებით უარესი მდგომარეობაა სულიაპოლეს მიმართულებით ასახული სლივოჩნი კაპრიზის რუკაზე. აქ არა მხოლოდ სამხრეთ მონაკვეთში აქვს გადაკვეთილი მდინარე, არამედ ჩრდილოეთიდანაც გადაკვეთეს. რაც შეეხება ომის შემსწავლელი ინსტიტუტს, აქ დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა, რაც Deep State-ის რუკაზე, ასე რომ უნდა ვივარაუდოთ, რომ აი ეს სლივოჩნი კაპრიზის ეს მონაცემები ამ ეტაპზე ცოტა გაზვიადებულია, თუმცა მათ შორის აი ამ ომის შესწავლელი ინსტიტუტის რუკაზე თქვენ ხედავთ, რომ აი ამ მონაკვეთში რუსებს უპირატესობა აქვთ და როგორც ჩანს, სულიაპოლეზეც საკმაოდ რთული ბრძოლები იქნება. ინფორმაცია იმის შესახებ აპირებენ თუ არა ამ მონაკვეთის ბოლომდე შენარჩუნება ჯერ არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში სილვესტრისგან განსხვავებით ჯერჯერობით აქ ბრძოლები გრძელდება. რუსები აგრძელებენ ოდესის მიმართულებით საჰაერო შეტევებს. ჩვენ ნახეთ, რომ ხიდებს ერჩიან განსაკუთრებით, აი კიდევ ახალი კადრები გავცელოთ, სადაც კასეტური ბომბებით და დაბომბეს ეს ხიდები, კასეტური ბომბების აქ გამოყენების აზრს ვერ ვხედავ, თუმცა ანუ რაც ასე ვთქვათ ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ეს არის ოდესის ოლქის აი ამ ნაწილის მოწყვეტა დანარჩენი ოდესის ოლქის დანარჩენი ნაწილისთვის და აი ამ ხიდების განადგურებით, თუ კი ისინი განადგურდა, ამას ნამდვილად შეძლებენ. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს კიდევ ბელბეკის აეროდრომზე ახალი დარტყმები და ეს არის სულ 27-ები გაანადგურეს უკრაინელებმა. სულ 27-ები უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მოძველებული თვითმფრინავები არის რუსეთის შეერაღებაში. ისინი ჩვენ რუსეთ-უკრაინის ომში აქტიურად ჩართულები არ გვინახავს. თუმცა ძირითადად მათი მოვალეობა, ასე ვთქვათ, იყო შავი ზღვის აკვატორიაში მორიგეობა და პატრულირება და ორი მათგანი
უკრაინელებმა განადგურეს, იყო ვერსია თითქოს ჩამოწერილი თვითმფრინავები განადგურეს, თუმცა როდესაც ჩვენ სატელიტურ რუკებს ნახავთ, ჩამოწერილი რუკები თვითმფრინავების სხვა ანგართან და სხვა ადგილას უყენიათ რუსებს ამ აეროდრომზე, ასე რომ ეს ორი საბრძოლო Su-27 იყო, რომელიც განადგურეს. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა განადგურეს საზღვაო სადაზვერვო Il-38N და ეს მოხდა მაშინ, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავდასხმა მოხდა ნოვოროსიისკის პორტში არსებულ წყალქვეშა ნავებზე. ეს Il-38N არის თვითმფრინავი, რომელიც საზღვაო დაზვერვისთვის გამოიყენება. ისინი მათი ფუნქცია მოვალება არის აღმოაჩინონ წყალქვეშა მცურავი საშუალებები და როგორც ჩანს, აი ამ ნოვოროსიისკის თავდასხმამდე სწორედ ეს თვითმფრინავი გაანადგურეს და ასე გახდა შესაძლებელი, რომ მინიმუმ დაეზიანებინათ რუსული წყალქვეშა ნავი. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც მინდა მოგაწოდოთ, ეხება ეგრეთ წოდებულ შილკებს, საკმაოდ მოძველებულ საბჭოთა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, რომლებიც უკრაინელებმა, რომლის მოდერნიზებაც მოახდინეს და როგორც გაავრცელეს ინფორმაცია, 16 შილკის მოდერნიზება მოახდინეს, დაიხარჯა 400 მილიონი ჰრივნა, რაც დაახლოებით 9.5 მილიონი ამერიკული დოლარია, გამოდის დაახლოებით არასრული 600,000 დოლარი თითოზე და ეს საკმაოდ კარგი ფასი არის იმისთვის, თუ კი ეს მართლა იმ მოდიფიკაციით განაახლეს, რაზეც არის საუბარი, აქ არის საუბარი თანამედროვე თვალთვალი სისტემების ჩაყენებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა შილკა გახდეს კონკრეტული ერთი ობიექტის დაცვის სახაერო სისტემა, დააყენონ რომელიმე ჰესთან ან აი ამ ენერგო ობიექტებთან, რომელზეც 100 აქტიურად მიმდინარეობს თავდასხმა და კონკრეტული ენერგო ობიექტის თავდაცვისთვის გამოიყენონ. ნახოთ ამას მომავალი გვიჩვენებს პრაქტიკაში როგორ გამოიყენებენ. ყოველ შემთხვევაში 600,000 დოლარად განახლებული და ახალი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიღება საკმაოდ კარგი ფასია, თუ კი ის პრაქტიკაში ისე იმუშავებს, როგორც აღწერენ. და კიდევ ერთი ინფორმაცია ბოლო, რომ ამ ეტაპზე რაც მინდა მოგაწოდოთ, არის ხელშეკრულება, რომელიც უკრაინელებმა გააფორმეს პორტუგალიასთან. პორტუგალია გამოირჩევა წყალზე მცურავი საშუალებების ან წყალში მცურავი საშუალებების ტექნოლოგიებით და გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პორტუგალიელები უკრაინელებს დაეხმარებიან წყალქვეშა დრონების განვითარებაში. გარდა ამისა, იგივე ხელშეკრულების პაკეტით 25 მილიონი ევროს უკრაინულ შეერაღებას შეისყიდიან პორტუგალიელები, რაც დამატებითი თანხა არის უკრაინის ბიუჯეტში და გარდა ამისა, აი იმ პროგრამით, რომელის მიხედვითაც ნატოს წევრი ევროპელი ქვეყნები ამერიკული იარაღს ყიდულობენ უკრაინისთვის, ამისთვის დახარჯავენ 50 მილიონ ევროს. ასე რომ თანხები ნელ-ნელა ჩნდება უკრაინისთვის 2026 წლის დასაფინანსებლად. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ იაპონია 6 მილიარდ ევროს გამოუყოფს, შესაბამისად უნდა გავიხსენოთ 90 მილიარდი, რომელიც წინა კვირაში დაუმტკიცდა უკრაინას ევროკავშირის მხრიდან, ასე რომ ნელ-ნელა ხდება იმ მცირე დანაკლისის შევსება, რომელიც საჭირო არის იმისთვის, რომ ომი მთელ წელზე დაფინანსდეს. მოკლედ, დღევანდელი ეპიზოდი ასეთი იყო. მადლობა, ვინც ბოლომდე უყურა მას. გთხოვთ, თუ კი არ დაგილაიქებიათ ვიდეო, აუცილებლად დაალაიქოთ, ასევე იაქტიროთ კომენტარებში. თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, ძალიან გთხოვთ გამოიწიროთ არხი, გავზარდოთ საშუალება, რომ უფრო მეტ ადამიანს მიუწოდოთ ინფორმაცია. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციით არის დაკავებული. დონაციის სრულებს შეგახსენებთ, რომ არხი სრულად დონაციით არსებობს და აღწერაში ანგარიშის ნომერია. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოვყვეთ Patreon-ზე. ეს არის ასევე დონაციის საიტი. იქ არის 5-7 დოლარიანი პაკეტი, შეგიძლიათ შეარჩიოთ და ყოველთვიურად დონაციის დონატორი გახდეთ, ასე ვთქვათ. და ბოლოს არ მიხსენებია ამ ეპიზოდში დავიწყე რამდენიმე კვირაა Telegram არხის წარმოება. ის ვიდეოები, რომლის შესახებაც ყვები ხოლმე ეპიზოდებში და YouTube-ზე ვერ ვაჩვენებ მათი სიმძიმის გამო, სწორედ აი ამ Telegram არხზე იყრის თავს. ეს Telegram-ი არხი არ მუშაობს ისე როგორც სხვა Telegram არხები, ანუ ეს არის გათვლილი ოპერატიულ ინფორმაციის მოწოდებაზე. უბრალოდ თუ კი თქვენ არ გაქვთ იმის დრო, რომ ყოველწუთიერ რეჟიმში მთელი დღის განმავლობაში განაახლოთ ხოლმე ინფორმაციები და უბრალოდ საღამოს გინდათ რომ ჩამოსკოლოთ და ნახოთ რა იყო მნიშვნელოვანი უკრაინაში,
თქვენ შეგიძლიათ ჩემი არხი გამოიწეროთ და იქ დღის ბოლოს გვიან საღამოს ყრი ხოლმე ყველა მნიშვნელოვან ვიდეოს მოკლე აღწერით და შესაბამისად თქვენ გაგიახლებათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება უკრაინაში ყოველდღიურად თუ კი აღწერაში ვერ იპოვით ამ ლინკს რატომღაც ასეც ხდება ხოლმე შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ და მე პირდაპირ კომენტარებში ჩაგიგდებთ ლინკს მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო მადლობა დროებით ნახვამდის